მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ჩვენი სტუმარია ბატონი გურამ აფსანძე. მე დავით ფიფია და მამუკა ტოროშელიძე დავსვამთ ცოტა მძიმე კითხვებს. ეს არ იქნება ჩვეულებრივი მარტივი ინტერვიუ. დღეს მოგვიწევს 90-იანი წლების საქართველოდან დღემდე გახსენება ყველა იმ საკითხის და გარკვევა, რაც მუსირებს გარკვეულ საზოგადოებრივ ნაწილში. მოგესალმებით ბატონო გურამ. მეც მოგესალმებით. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ახალგაზრდებთან ასე რომ წარმადგინეთ. მეც ასე მგონია რომ ახალგაზრდა ვარ, გამახსენდა ჩემი ახალგაზრდება და სიამოვნებით გიპასუხებ კითხვებს. ჩემთვის არ არსებობს რთული კითხვა, ჩემთვის არ არსებობს საშუალო ძნელი, რაც თქვენ რასაც ჩათვლით საჭიროდ, მე მზად ვარ ვაპასუხო ყველა შეკითხვას. მშვენიერი. მაგიტო ვთქვი თავიდან რომ არ იქნება ადვილი კითხვები, მარტივი კითხვები, ცოტა მძიმე კითხვები, იმიტომ რომ ძალიან მძიმე ბოლო 35 წლიანი წარსული გვაქვს და გვინდა რომ ყველაფერი ერთ-ერთი პირველი პირისგან თქვენგან გავიგოთ, იმიტომ რომ თქვენ იყავით პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ფინანსთა მინისტრი, რაღაც პერიოდში თავდაცვის მინისტრიც, ამას რიგითობით მოყვებით. მაგრამ პირველი გვინდა რა მოხდა 2025 წლის 5 სექტემბერს, იმიტომ რომ საზოგადოების რაღაც ნაწილმა ვერ გაიგო რა უზენაესი ეს რა ქვია ხელისუფლება, რა კანონი, რაღაცა ესეთი იმებს წერენ. ვერ მიხვდნენ რა ხდება, რა ჩატარდა და თუ შეიძლება ამის ირგვლივ რო ვისაუბროთ, დღეს რა მდგომარეობა გვაქვს ამ წუთას 2025 წლის 5 სექტემბრის შემდეგ. მეგობრებო, 2025 წლის 5 სექტემბერს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მოხდა უმნიშვნელოვანესი გარდატეხა. რას ნიშნავს ეს? აღზრდა კანონიერი ხელისუფლება, აღზრდა კონსტიტუციური წესრიგი საქართველოში. დე იურე. ზოგიერთი წერს და ლაპარაკობს, რომ ისედაც აღდგენილი იყო საქართველოში კანონიერი ხელისუფლება, არავის არ გაუქმებია, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას არ დაუწერია განცხადება გადადგომაზე, უზენაეს საბჭო არ დაშლა, მთავრობა არ დაშლა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ყველა კანონიერად და დე იურე მაინც არსებობდა. რა თქმა უნდა ეს ასეა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვარსებობდით დე იურე დევნილობაში. კანონიერი ხელისუფლება ჩვენ გავატარეთ დევნილობაში მრავალი წელი. 92 წლის 6 იანვრიდან სულ დევნილობაში ვიყავით, მათ შორის პრეზიდენტი და ჩვენ მაშინ ყველა გვიწოდებდა და დღემდე ვიყავით 25 რიცხვამდე სექტემბრამდე ვიყავით ყველა დევნილობაში. აქ რა მოხდა? თავარი ის იყო, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღვედგინა საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი ხელისუფლება, საქართველოს ტერიტორიაზე და არა დევნილობაში. და ეს მოხდა 5 სექტემბერს მოხდა ეს ყველაფერი. ამაში მონაწილეობა მიიღო 32 დეპუტატმა, ქორუმი იყო 23. და ყველაფერი კანონის დაცვით მოხდა, ყველაფერი მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ის ხალხი ატყუებს მოსახლეობას, ვინც ამბობს, რომ ჩვენ მაინც აღდგენილი ვიყავით, არავის არ გაუქმებია, დიახ, მაგრამ ჩვენ ვიყავით დევნილობაში და ახლა საქართველოში აღდგა კანონიერი ხელისუფლება და ამას ულოცავ მე საქართველოს მოსახლეობას და ქართულ ხალხს. მოგესალმები მაყურებელს. ბატონო გურამ, თქვენთან მექნება ესეთი შეკითხვა, რატომ იყო 32 დეპუტატი სესიაზე და არის თუ არა ეს საკმარისი კანონიერი ხელისუფლების აღსადგენად გარდამავალი პერიოდის კონსტიტუციის ხელახლა ძალაში დასაბრუნებლად? და რა თქმა უნდა ეს საკმარისია, ვინაიდან თქვენ იცით რომ ახალგაზრდები იყავით, მაგრამ მაინც საინფორმაციო საშუალებებიდან იცით, ჩვენ 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული იქნა 250 დეპუტატი, მაგრამ მათ შორის იყო კომუნისტები. მათ შორის იყო ის დეპუტატები, რომლებიც პუტჩის გამო გაირიცხნენ და შეუჩერდათ მანდატები.
კომუნისტები მთლიანად რომლებმაც დაუჭირეს ხარი 1991 წლის 18-20 აგვისტოს პუჩს მოსკოვში ეს დეპუტატები იქნა გარიცხული. ახლა იქ კომუნისტები იყვნენ, მაგრამ კარგი ქართველები იყვნენ, კარგი ვაჟკაცები, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვინაიდან პუჩს, როდესაც უჭერ ხარს სხვა ქვეყნის პუჩს, მაშინ ესენი უზენაეს საჭომ გარიცხა. ეს დეპუტატები ჩამოაგდა საერთო რაოდენობას. ამის შემდეგ, პუჩის შემდეგ, იცი თქვენ 92 წლის 6 იანვარს მოხდა პუჩი და ვინც პუჩში ღებულობდა მონაწილეობას, ეს ადამიანის პარტია იყო, ბაჟა ადამიანის პარტია. შემდეგ გარიცხული იქნა, შეჩერებული იქნა აგრეთვე ქარტია 91-ის დეპუტატები, შეჩერებული იქნენ სახალხო ფრონტიდან 11 კაცი, შეჩერებული იქნა ტრადიციონალისტთა კავშირი და ამან ყველაფერმა შეადგინა ისე რომ საბოლოო ჯამში დარჩა 100-მდე დეპუტატი. მაგრამ გავიდა 34 წელია გასული მეგობრებო და დაიღუპა ჩვენი დეპუტატები. ზოგი მოკლეს, რამოდენიმე დეპუტატი მოკდა პუჩის დროს და იმის შემდეგ მაშინ 34 წელი გავიდა და ხდება ხალხი და დარჩა სულ დაახლოებით 44 კაცია. ახლა რო ვთქვათ ისეთი დეპუტატი, რომელსაც არ აქვს შეჩერებული მანდატი, 44 დეპუტატია. და აქედან მონაწილეობა მიიღო 32 და 44 დეპუტატიდან 23 არის ქორუმი და ეს ქორუმი აკმაყოფილებდა ყველაფერს აკმაყოფილებდა კონსტიტუციურ ცვლილებასაც, კანონიერი ხელისუფლების აღდგენასაც და ყველაფერი. ეს მოხდა ჩვენ დროს არსებული იმ პერიოდში არსებული კონსტიტუციის შესაბამისად და ამიტომ გამოვიდა ასე რომ 32 დეპუტატი კი არა 25-იც ეყოფოდა 24-იც ეყოფოდა აი კანონიერი ხელისუფლების აღდგენას და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას საქართველოში. ეს არის მიზეზი. ახლა 10 წლის შემდეგ შეიძლება დარჩეს თლად 15 დეპუტატი. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ და რა ის 15 დეპუტატი ვალდებული იქნება რო ჩაატაროს სესია, ქორუმი შეიძლება იყოს 7-8 კაცი და მაინც უნდა ჩაატაროს სესია. ჩვენ დროს არ იყო ის კანონი რომ ვიღაცა ჩაენაცვლებინა თუ მოგდებოდა ან თუ შეუჩერდებოდა ან თუ გაირიცხებოდა იმ პარტიიდან მაშინ ჩაანაცვლებდა სხვა მომდენო სიაში ვინც იყო, მაგრამ ეს კანონმდებლობა არ მუშაობდა მაშინ და ამიტომ დარჩა ეს და ღმერთმა კარგად დამყოფოს ყველა, მაგრამ ყველა არის თითქმის 70 წელს გადაცილებული, 80 წელს გადაცილებული ხალხი. მე ვარ ჯერ 73 და 73 წელს და ყველაზე ახალგაზრდად ვიცლებოდი მაშინ და ეს ხალხი 80 წლის, 85 წლის ხალხია და ახლა იმას ხო ვერ გავახალგაზრდავებ ჩვენ, ესე იგი თანდათანობით მიდის, ღმერთმა კარგად დამყოფოს, მაგრამ 10 წელიწადში, 15 წელიწადში შეიძლება არ დაგჭირს კანონიერი ხელისუფლების აღდგენი და ეს მოხდა ყველაფერი კანონის დაცვით. და ამ ხალხმა გოლგოთის გზა გამოიარეს ამ ხალხმა. ტანჯვა წამება არ დაუკლია და ახლა ვიღაც საქილიკო გახდა, ვიღაც მათხოვრებისა და ის ხალხი, რომელიც ამ 34 წლის განმავლობაში ვაჭრობისა და იმის ირჩენდა თავს და ერთი ნაბიჯი არ გადაუდგია კანონიერი ხელისუფლების აღდგენის საქმეში და საერთოდ ეროვნულ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში ეს ხალხი ახლა ყვირის და ამბობს რომ ესე იგი არ არის კანონიერება აღდგენილი არ უნდა აღდგენათ ამას ჩვენ აღვადგენდისო. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ ახლა მათი აღდგენილი კანონიერი ხელისუფლება, რომელსაც არ ყავს 1 და 2 დეპუტატი. მეგობრებო და ვიზია საუბარი ბატონო. ვიზა მე უნდა გითხრათ ჭაბუკაშვილია ესეთი ერთი რომელიც რაღაც ეროვნული რაღაცა გაერთიანება შექმნეს ამას და ესე იგი მათი მიზანი იყო კანონიერი ხელისუფლების აღდგენა. ახლა წარმოიდგინეთ რატო არ მოვიდნენ თქვენამდე? ცალკე თამაშობენ, მაგრამ ეს ხალხი ვინც იმასთან არის ახლა იქ შეიძლება ნორმალური ადამიანებიც იყვნენ, მაგრამ თვითონ ჭაბუკაშვილი გარკვეული წარმომავლობის პიროვნებაა ეს ვინ არის, საიდან არის? მათუძით გარკვეული ამბები მაგრამ. ხო და ამაზე მე არ შევჩერდები, იმის არ დარწმუნდები, მაგრამ იმასთან არის კიდო გობეჩი არის კიდო იმასთან არის კიდო რა გვარის არის გიორხელიძე წარმოიდგინე ეს ხალხი ეროვნულ მოძრაობას რაღაც ახალ მიმართულებას ქმნიან გიორხელიძე რომელიც თავის მთელი ცხოვრება შევარდნაძეს ემსახურებოდა იმის კონტროლის ბაზარდაში მუშაობდა ეს გობეჩია კი მე როდესაც ციხეში ვიყავი შევარდნაძეზე თავდასხმის გამო 20 წელი რომ მომისაჯეს გობეჩია 97 წლიდან 2000 წლამდე იყო პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი და პროკურატურის საბრალდებულოს დასკვნა ზვიად გამსახურდიაზე ჩემზე ეს ასწორებდა სტილისტურად
ეს ბავშვობიდან სუგის აგენტი ეს. და ახლა ესენი იძახიან რომ ესენი არიან ეროვნული მოძრაობის საოცრება ხდება საქართველოში მეგობრებო. პირდაპირ ვაცხადებ რომ ეს კაცი არის ბავშვობიდან აი ჟურნალისტს ამოფარებული ჟურნალისტიკას ამოფარებული სუკის აგენტი და ბოლოს იმ დროს როდესაც მთელი ეროვნული მოძრაობის ჩვენი ბიჭები ციხეში იჯდნენ და ციხეს საკნებს ხეხავდნენ ეს კაცი იყო პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი დღეს ეროვნული მოძრაობის იმად გვევლინება ლიდერად რა ну ამას ხომ უნდა გაეცეს პასუხი და თქვენ ფსევდოლიდერია რა არის ყველაფერი დაერქმევა და ყველას დაერქმევა ის სახელი რომელსაც იმსახურებს უბრალოდ ბატონო გურამ მინდა ერთი შეკითხვა კიდევ ჩაგეკითხოთ კითხვაში სად და როგორ მოხდა დეპუტატების გარიცხვა სად იყო ეს ყველაფერი სად შეიკრიბა მაშინდელი უზენაეს საბჭო და როგორ მოხდა ეს ყველაფერი უზენაეს საბჭო როდესაც პუჩის პერიოდი დაიწყო იმ პერიოდშიც გაირიცხა ბევრი უზენაეს საბჭოს სესია ჩადარდა ეგრეთ წოდებულ ბუნკერშიც ხო და იმის შემდეგაც უზენაეს საბჭომ სესია ჩაადარა გროზნოში მსგავსად გამსახურდია მაშინ როდესაც გროზნოში იყო და იქიდან იქნა გაცხრილული ესენი შეჩერებული იქნა გარიცხული იქნა ესენი და ყველა მიცის ეს რომ ვინ არის ახლა ცოცხალი ყველა მიცის ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო მაგრამ როდესაც დაურეგეთ და უთხარით ბატონ თენგიზკუბლაშვილს კაც არითმია აქვს, კაც ინფარქტია გადატანილი, ინსულტია გადატანილი და ესე იგი მე მაინც მოვალო და თქვენ ხედავდით იქ ალბათ ახალგაზრდები იყავით და ხედავდით თუ რა მდგომარეობაში იყო ხალხი, მაგრამ მაინც მოვიდა და თავისი მოვალეობა შეასრულა ქართული ერის წინაშე. მეგობრებო. დავამატებ ბატონო გურამ, ბატონმა ბოლოს ესე დაგვიბარა, რომ ვეღარ შეძლო ბოლომდე დასწრება, მაგრამ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო მაგ დროს და ინტრიგნებს ყურადღება არ მიაქციოთ. და ესე წავიდა. და ინტრიგაც იყო იქ. იმიტომ რომ ეს ხალხი რომელსაც არაფერი კავშირი არ აქვს ზუსტად გამსახურდიას ხელისუფლებასთან მე გეგმები იქ იყო კიდე ერთი ორი კაცი იმაზე თუ საჯარო გახდა ვიტყვი მაგრამ ის ხალხი არც ბუნკერში ყოფილა არც გროზნოში წასულან არც ზუგდიდში ყოფილა არც იმის შემდეგ ბრძოლას ვაგრძელებდით ჩვენ მთელი 10 წლის განმავლობაში ის 2003 წლამდე ხომ არცად არ მიუღია ამ ხალხს მონაწილეობა და ახლა იძახიან რომ რა უნდა იცი ეს ჩვენ უნდა აღვედგინაო ესე იგი ამათ პური წაერთვათ რა ესე იგი როგორ გააკეთა ახლა უზენაესმა საბჭომ როდესაც მათი მიზანი იყო იმ გაერთიანების რაღაც ჭაბუკაშვილთან ერთად რო არიან ეს აგენტები რო დაგისახელე იმათი მიზანი იყო ეს ამას ჩვენ აღვადგენდით რომ მე როცა დრო მოვიდო და ამისო და რატო სავაჭროთ უნდა გამოიყენო ხო რა ეს უნდათ მაგრამ ვისთან ერთად აღადგენენ ერთ დეპუტატი არ ყავს კაცო ეს რო აღადგინო კანონიერი ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა გიჯერდნენ მხარ თორემ ისე ხო არ არის ეს კაცო მოხვიდე და აღადგინე მიდი და აღადგინე ვინ გიშლის ხელს სად იყვნენ აქამდე ამდენი ხნის განმავლობაში ეს უფრო სად იყვნენ და ფულს აკეთებდნენ ყველა ესენი როდესაც ჩვენ დევნილი ვიყავით როდესაც ციხეებში იყო ჩვენი ხალხი ესენი თანამშრომლებდნენ ხო გითხარით ზოგი კონტროლის პალატაში მუშაობდა ზოგი პროკურატურაში მუშაობდა ზოგი შინაგან საქმეთა სამინისტროში და ზოგი ფარულად მუშაობდა სუკის ნომრიანი აგენტებია ეს მათხოვრები და ესენი ახლა იძახიან იმას რომ ჩვენ ესე იგი არაკანონიერად მოახდინეთ ეს მოდი და შეგვისწორე მაშინ რა არის კანონიერი და რატომ არის არაკანონიერი როდესაც 44 დეპუტატი მთლიანად არის საქართველოში და აქედან 32-მა მიიღო მონაწილეობა 23 არის ქორუმი რა გინდა შენ ძალიან ეცადნენ რომ ბლოკირება გააკეთებინათ მაგრამ ვერ გააკეთეს მეგობრებო ამდენი ხნის განმავლობაში რატო ვერ შედგა მათ დეპუტატების შეკრება 34 წელი გავიდა მას შემდეგ ხო ახლა უყურეთ თქვენ კანონიერების აღდგენის საკითხი ჩვენ რო დაგვეყინებინა ეს რატომ მაინც და მაინც ახლა დიახ ამასაც ეს ძალიან სერიოზული რატომ დღეს სერიოზული შეკითხვაა ეს ესე იგი 1 წლის უკან 2 წლის უკან ჩვენ რომ დაგვეწყო კანონიერი ხელისუფლების აღდგენა და ეს პროცედურა ჩაგვეტარებინა რაღაცა მე რა რო აღადგინე ესმის ამას რო აღადგენ ამას უნდა მოყვეს თავისი ყველაფერი ეს კანონიერი ხელისუფლება აღდგეს ყველა ატრიბუტი უნდა აღდგეს უნდა ფორმირდეს მთავრობა უნდა იყოს მთელი სტრუქტურები ჩამოყალიბებული და ყველაფერი და მაინც უნდა გცნოს საზღვარგარეთის ქვეყნებმა და საქართველოს მოსახლეობამ და მაინც ახლა რატომ ეს იყო ჩემი წინადადება რა ის მაინც იმიტომ რომ საქართველოს შეიქმნა სასწაული მდგომარეობა ამის მსგავსი
სასათურე მდგომარეობა არ ეხნებოდა კანონიერ ხელისუფლებას არასდროს, არც მომავალში და არც მანამდე ქონდა. და რა არის ეს? თქვენ იცით რომ ევროპის ქვეყნებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა არ აღიარა დღევანდელი ხელისუფლების ლეგიტიმაცია. არ არის ლეგიტიმური თუ 4 თუ 3 სახელმწიფომ აღიარა მხოლოდ. ამერიკის შეერთებული შტატებიც არ აღიარებს. ამავე დროს ოპოზიციის რეიტინგი არის, რა ვიცი, პლინტუს ქვემოთ არის დავარნილი. ესე იგი, ხელისუფლებაში არის ვაკუუმი და ასე დროს თუ ხარ პოლიტიკოსი და თუ ფიქრობ საქართველოს მომავალზე, რა უნდა გააკეთო? მაშინ არის ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც აღსდგა და ეს ლეგიტიმური ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ამაში აქტიური მონაწილეობა, რომ საქართველოს გადაარჩინოს. არალეგიტიმური ხელისუფლება სანამდე იარსებებს, გესმით? და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ გვცნობს ევროპის ქვეყნები, ჩვენ გვცნობს ამერიკის შეერთებული შტატები. გვცნობენ ჩვენ, იმიტომ რომ ლეგიტიმური ხელისუფლება ვართ ჩვენ, ძალით დამხობილი ხელისუფლება ვართ და პერიოდულობის დარღვევით. და ყველაფერი იმის დარღვევით, პერიოდულობის დარღვევით. მანამდე რაც ტარდებოდა არჩევნები, ესე იყო ყველა პუჩის სამართალმემკვიდრენი იყვნენ. კი, იყვნენ ფაქტიურად ცნობდნენ ამას ყველა სოფლიოს ყველა ქვეყანაში გაეროშიც ცნეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი იყვნენ ლეგიტიმურები. მაგრამ ამ ლეგიტიმაციის ხარისხი უფრო გართულდა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, როდესაც ისინი ერთი მხრივ პუჩის მიერ დანიშნული არჩევნებით მოვიდნენ ხელისუფლებაში და მეორე მხრივ ის არჩევნებიც გააყალბეს, გესმით? და ამიტომ ცნეს ის არალეგიტიმურად და არა იმიტომ რომ ის პუჩის სამართალმემკვიდრე იყო და აი ამან გადაგვაწყვეტინა ჩვენ რომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ეს სწორი გადაწყვეტილება, ეს არის დროული გადაწყვეტილება და ჩვენ გვჯერა რომ ამ ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ჩვენს ხელისუფლებას ცნობს ევროპის დემოკრატიული ქვეყნები. სხვა გზა მაგათ არა, თუ იმას არ ცნობ, მაშინ საქართველოში არის აგერ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, გესმის მეგობრებო? და ეს არის რო არ მოსწონთ ამ ზოგიერთ ვაი ანუ ოცნებასთან შეკრულ ხო, ოცნებასთან და პირდაპირ გეტყვით, არც ერთს არ მოსწონს ეს ახლა ჩვენ რომ გამოვიდით აი ამ მდგომარეობაში, მაგრამ განსაკუთრებით ის ვინც მართულია ახლა ეროვნული იმის ძალები, ახალი ძალები ამოფარებული ვიღაცები, ისინი ამბობენ რომ რაგო ეს ხო აღდგენილი იყო და აღდგენილი კი არა. ახლა მაგალითსაც მოვიყვან. ბატონი ზუსტად გამსახურდია, გახსოვთ თქვენ ის 1993 წლის 24 სექტემბერს ჩამოვიდა საქართველოში. ხო? დიახ. მაგრამ ბატონი ზუსტად ჩამოსვლამდე რა იყო, რა უძღოდა ამას წინ? ბატონმა ზუსტადმა თხოვა ჩვენ და საქართველოს მოსახლეობის ესე იგი მოთხოვნის გარეშე მე საქართველოში არ ჩამოვალ და საქართველოში მოსახლეობამ დაახლოებით 350,000 ხელმოწერა გააკეთა და გაუგზავნეს, მიუტანეს ბატონ ზვიადის, რომ ჩამობრძანდით საქართველოში. ამის შემდეგ ბატონმა ზვიადის კარნახით ჩატარდა უზენაეს საბჭოს სესია 1993 წლის 2 სექტემბერს და ამ სესიაზე იყო ერთი საკითხი მხოლოდ. ჩამობრძანდეს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში და შეუდგეს თავის უფლება-მოვალეობის შესრულებას. გესმით? ვინაისებოდა სესიას რამდენი დეპუტატი? ყველა სრულყოფილი იყო, დაახლოებით 60 დეპუტატი, თუ 70 დეპუტატი, მაშინ უფრო ის იყო, ქორუმიც იყო და ყველაფერი. წარმოიდგინეთ, ზვიად გამსახურდიაც კიდო არა განცხადება არ ქონდა დაწერილი, არავის არ გადაუყენები, მაგრამ ზვიად გამსახურდიას ჩამოსვლას სესია დასჭირდა, რომ იმიტომ რომ ის დევნილობაში იყო, მეგობრებო. ეს გაითვალისწინეთ მე ვეუბნები იმ ბრიყვებს, რომლებიც აუცილებენ რომ ის მაინც აღდგენილი იყო. რა ზვიად გამსახურდია რა პრეზიდენტი არ იყო, მაგრამ ის იყო დევნილობაში და უზენაეს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩამობრძანდეს და შეუდგეს თავის სამსახურებო მოვალეობის შესრულებას საქართველოში, საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ეგრეთ წოდებული ჩამოტყუებაზე არის? ხო, ეს ჩამოტყუების ამბავია. ზვიადიც იყო დევნილობაში, კანონიერი ხელისუფლება, მაგრამ უზენაესმა საბჭომ მაინც მიიღო ის გადაწყვეტილება, ეს ასე იყო საჭირო. დევნილობაში კი არა, საქართველოში შეუდგეს თავის სამსახურებო მოვალეობის შესრულებას, ვისაც უნდა ნახოს და წაიკითხოს 1993 წლის 2 სექტემბრის დადგენილება უზენაეს საბჭოში. ბატონო გურამ, ეს პრეზიდენტის ის ჩამოსვლა ხომ არ არის, რომელსაც ისევ და ისევ გარკვეული საზოგადოების ნაწილი
თქვენ გაბრალებთ როგორც პრეზიდენტის ჩამოტყუებას გურამ აფსანძემ ჩამოიტყუა პრეზიდენტი და ნუ შემდეგ სასიკვდილოდ გაიმეტეს. დიახ, ეს არის მეგობრებო, მაგრამ ახლა მე ერთ გეტყვით, ახლა მე თქვი ის შესავალი გავაკეთე, რომ თუ რატომ ჩამოვიდა ზვიად გამსახურდია. ესე იგი, ზვიად გამსახურდია ჩამოსვლისათვის ნიადაგს ამზადებდა. პირველი ის რომ ხალხმა უნდა მოითხოვოს მე რომ ჩამოვიდეო და ეს ხალხის მოთხოვნა 350,000 ხელმოწერა მიუტანეს. შემდეგ ამის შემდეგ უზენაესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რომ ჩამოვიდეს და შეუდგეს თავის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. ამის შემდეგ იყო ზვიად გამსახურდია მე დამერეკა და მოსვლა მთხოვა გროზნოში მივედი და მითხრა გურამ შენ უნდა უზრუნველყო ჩემი ჩასვლა საქართველოში. მე ვთქვა როგორ მე თქვენ გავს ეგერ დაცვა არის პრემიერი არის გვარდია არის რა ვიცი 1000 სამსახურები მაინც და მაინც არაო პირდაპირ ვიტყვი ბევრჯერ მითქვია და პირდაპირ მიმავრებ მე გენდობი შენ და შენ უნდა უზრუნველყო და გადაწყვეტე ეს საკითხი რაც შეიძლება მოკლე დროში რაც შეიძლება მოკლე დროში მაქვს ინფორმაცია რომ შეიძლება შევარდნაძემ ჩააბაროს აფხაზეთიო ამასთან დაკავშირებით ძალიან თქო მოკლე დროში უნდა გადაწყვეტო ეს საკითხია მე რა უნდა მეკნა მეგობრებო ერთხელ ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა მაგრამ მეორე მხრივ წარმოიდგინეთ თქვენ ახლა რომ ეს არ გამემართლებინა მე და რაღაცა მოხსნოდა ზვიადის რაღაცა მოსვლოდა ნუ ზვიადისთან ერთად მეც ყოველ ვიყავი მეც მომივიდა ის რაც უბედურება დაუშვათ მე რაც წარმოვიდგინე ხომ მაგრამ ბედნიერი კაცი ვიყავი მე მაშინ და ახლაც ბედნიერი ვარ რომ ზვიადი მეს მემთხოვა და თავისი საკუთარი სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი რაც გააჩნია და საქართველოს ბედი მე მანდო მე იმიტომ რომ ზვიადის ბედი თავისი ბედი მე რომ მანდო ამით საქართველოს ბედიც მანდო იმიტომ რომ ზვიადზე იყო ბევრი რამე საქართველოს დამოკიდებული ეს ვერ მოინერა ზოგიერთებმა ეს წარმოიდგინეთ რატომ შენ რატომ სხვას მეც ვეკითხები რატომ შენ არ დაგავალა ხო ხარ ეგერ გვარდია ხო იყავი რა ქვია მთავრობის სხვა წევრები არისო დაცვა არისო რატომ მაინც და მაინც მე იმიტომ რომ მენდობოდა მეგობრებო გაიგეთ ეს თქვენ ბრიყვებო თქვენ ავცელებთ ისეთ ჭორებს ავცელებთ მე ჩამოვიტყუე ზვიად გამსახურდია ჩამოვიტყუე კი არა თქვენ ისიც ვერ გაგიგიათ რა ვინ იყო ზვიად გამსახურდია მან ის ჩამოვიდა საქართველოს გადასარჩენად მან თქვა რომ ჩავიდე ჩქარა ჩააბარებ შევარდნაძე აფხაზეთსო და ასეც მოიქცა შევარდნაძე ჩვენ მოვასწარით მაგრამ უკვე 24 სექტემბერი იყო და 27-ში შევარდნაძემ უკვე ჩააბარა აფხაზეთი ჩვენ გავედით ფრონტის ხაზზე მაგრამ მაინც ეს გაყიდა იმან და თქვენ წარმოიდგინეთ მეგობრებო რომ ესენი ამით მე კი არ მომცირებენ მე კი მაგალითად მიზახიან მაგრამ ესენი ზვიად გამსახურდიას ამცირებენ ესენი ზვიად გამსახურდია ასე შეეძლო გურამ აფსანძეს მოეთყუებინა აბა წამოდი შენ ასე შეეძლო სხვებსაც მოეთყუებინა ეს არის ზვიადის დამცირება ეს არის კრეხელობა თქვენ რასაც აკეთებთ ამას ოჯახის წევრებიც უწყობენ ხელ ზოგიერთი გვარს არ დავასახებებ და რა არის რა ხდება მითხარით მეგობრებო თქვენ ზვიადი როგორ კაცად გინდა წარმოადგინო თქვენ ეს იყო ერისთვის თავშეწირული კაცი და თქვენ გურამ აფსანძეს ჩამოტყუებული ზვიად გამსახურდია გაწყობთ გეკითხებით ყველას ვინ წერთ რომ ზვიადი ჩამოიტყუა მე თუ ჩამოვიტყუე მე მიუყვანე იმას რობიზონს და იმათ მოვაკლევინე არა ვაი თქვენს პატრონს უბედურთ შეაფასეთ საკუთარი თავის თუ არიცით თუ არ ყოფნით აზროვნება და თუ სუკის რა ქვია ინფორმაციას ავწერებთ ესეც თქვით ეს არის სუკის მიერ შეთხზული ჩემი კომპრომენტაციის გამო იმიტომ რომ სხვა ვერ მომიძებნეს ვერაფერი საკუთარ თავს ხო არ ვიქებ კაცო ახლა მაგრამ გეუბნებით რომ იმ თავრობიდან არავინ არ დარჩა კაცო ჩემს გარდა არავინ არ დარჩა ვინ თავრობაში იყო არც ბუნკერში პრემიერ-მინისტრი როცა თქვენ დაგიბარათ ბატონო ზვიადი პრემიერ გუგუშვილი იყო და შესაბამისად როდესაც მოიწვიეთ რუზენ არავინ არ იცოდა ეს არც გუგუშვილმა იცოდა არც უზენაეს საბჭო ნემობურჯულაძე ხელმძღვანელობდა უზენაეს საბჭოს რა მაინტერესებს უზენაესმა საბჭომ როდესაც მიიღო გადაწყვეტილება ზვიადი როცა გამოიძახეს მოვალეობის შესასრულებლად საქართველოში ეს დეპუტატები რო შეიკრიბნენ და სესია რო შედგა მაშინ ხო ეს უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე იყო ნემობურჯულაძე ასრულებდა ნემობურჯულაძე არც ერთი დეპუტატი არც ერთი მთავრობის წევრი ახლა ვინც იძახეს კიდო
რომ ზვიად გამსახურდია ჩამოიწყვიოს რაღაცა, ესენიც ესრებოდნენ. არა პირიქით, ფეხზე ადგომით 1 საათი უკრავდნენ თავს, რომ ზვიადი ჩამოვიდეს უნდა და შეუდგეს თავის სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებას. და წარმოიდგინეთ, მე შევასრულე ის, რაც უზენაესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რაც ხალხმა მისწერა ზვიად გამსახურდიას და რაც ზვიად გამსახურდიამ თხოვა მე. და მე ამით ჩემი თავით ჩავიგდე კაცო, იმაში არა, ჩვენ ბატონო გურამ არც გვაქვს წარმოდგენა და ცოტა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს, რომ ზვიად გამსახურდია შეიძლება ესე მოეტყუებინა ვიღაცას, თუნდაც გურამ აფსანდეს, წამოდი ზვიადი, ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი კარგად არის. ყოველ ამას იმიტომ გაყოლებთ კიდევ ერთხელ, რომ რაღაც აი თუნდაც ახალმა თაობამ აი სწორები მისდის და პირველი პირიდან გვინდა რომ ეს ყველაფერი ცოდნოდათ და ძალიან საინტერესოა. ჩვენ არის ეს რაღაცები გაავრცელეს კიდევ იმ პერიოდში ავრცელებდნენ ამას. ესე იგი ზვიად, როდესაც ზვიად გამსახურდია და გურამ აფსანძე აფრინდაო გროზნოდან, წარმოიდგინეთ თქვენ, შევარდნაძე იხედებოდაო საათზე, აი რომელ საათზე დაждდებიანო სენაკში. აღარ თქვენ. და კაცი მეუძება, დეპუტატი მეუძება, 2 დეპუტატი ამას ჩვენ. ბიჭო მეთქი, თქვენ რას ფიქრობთ მეთქი ეს? ვის უნდა ეთქვა შევარდნაძეს მეთქი? ეს იცოდა ზვიად გამსახურდიამ და ვიცოდი მე მეთქი. სხვამ არავინ არ იცოდა. ოჯახის წევრებმაც არ იცოდა, არც დუდაევმა იცოდა, არც არავინ არ იცოდა. ორმა კაცმა ვიცოდი. რას ფიქრობთ მეთქი, ზვიადი ეთყოდა მეთქი შევარდნაძეს ამას? არაო. აბა მაშინ გამოდის რომ მე მეუბნებით რომ მე უნდა მეთქვა შევარდნაძეს, სხვას ვინ უნდა ეთქვა? დაფიქრდნენ და ხო ფიქრობთ ასე მეთქი და ნუ ლოგიკურად ასე არისო. და მე ვუთხარი მაშინ კიდევ ერთხელ გიმეორებ. მე იმ თვითნავში ჩავჯდებოდი მეთქი, ზვიადი რო იჯდა იმ თვითნავში, თუ ამას მე შევარდნაძეს ვეთყოდი, ხო და ხო გარანტირებულია რომ ჩამოაგდებენ, ხო კაც ზვიად გამსახურდი მოსახლეობა დაჭრდა. შევარდნაძე და ბოლოს მაინც მოკლა რა. და მე ვუთხარი მე იმ თვითნავში ჩავჯდებოდი მეთქი, თავს მეც მოვიკლავდი მეთქი კაცო. აუ ესო და დაასახელეს ერთი ქალბატონი, ამან მოგვატყუაო ჩვენო. წარმოიდგინე ამ დონეზე, ესე იგი ამ დონეზე რომ მე შევარდნაძეს შეუთანხმე ეს და მე იმ თვითნავში ჩავიჯდები და მეც თავს ვიკლავდი და ზვიადისაც ვკლავდი. წარმოიდგინეთ? ხო შეიძლება თვითმფრინავი არ ჩამოეგდოთ, მაგრამ სენაკში აიყვანათ. თქვენ გადარჩებოდით და ზვიადის აიყვანდნენ სენაკში. ხო შეიძლება ეს ვერსიაც. კი, მაგრამ ეს ვერსია ნუ ფაქტია რომ არ აუყვანიათ. ხო, რა ფაქტი მოხდა, ხო ვიცით რომ არ აუყვანიათ რა. მაგრამ ასე არისო. ზვიადის სენაკში ვინ დასვამდა კაცო? იქ ჰაერში აგაფეთქებდნენ და გასავდა რა. რა დასმა იყო საჭირო? სენაკის დასმა იყო. ცოცხალი ზვიადი არავის არ ჭირდებოდა, ცოცხალი ზვიადი უნდა და ვერ ხედავდი სარიშვილი რას გაკიოდა. ცოცხალი აქედან არ უნდა გავიდეს. ცოცხალი არ გავიდეს, ეს სარიშვილის სიტყვები კი არ იყო. ეს იყო შევარდნაძის სიტყვები და შევარდნაძეს არაფერს არ ამბობენ. ვინც მოკლა იმაზე არაფერს არ ამბობენ, ვინც დაგეგმა ეს მთელი ის არის, მთელი სისტემა იყო შექმნილი ზვიადის და გურამ აფსანძეს დაბრალებს და მას გურამ აფსანძეს, რომელმაც თავი გასწირა, მეტი რა უნდა მექნა, მე სხვა არ ვიცი, მეტი რა უნდა გამეკეთებინა. აი ეს არის ჩამოტყუებასთან დაკავშირებული. კი ბატონო. არავის არ ჩამოუტყუებია, ეს არის ზვიადის, რა ვიცი, ლაფში გასვრა ზვიადის ღირსების შელახვის საკითხი და ამავე დროს ჩემიც მე ცოტა ამას ჩემთვის არ აკეთებენ ამას. ზვიადის გასანადგურებლად აკეთებენ ეს, იმიტომ რომ ეს ყველას დამჯერი იყო, ასე აფსანძე მოვატყუა, კიდევ ვიღაცა მიდიოდა მოვატყუებდა იქ და ასე. ხო, იმისი არ იყო. ზვიადი სუსტი პოლიტიკოსი იყო. ხო, სუსტი პოლიტიკოსი იყო ზვიადი. იმას ვერ წარმოუდგენიათ, რატო ჩავიდა ზვიად გამსახურდია იქ. ამას ყვები კიდევ ერთ საქართველოს გადასარჩენა, აფხაზეთის გადასარჩენად ჩავიდა ეს კაცი და ეს რომ გაიგო შენ უნდა იყო იმ დონის მაინც ნახევარი უნდა იყო, სულიერად უნდა იყო ზვიადისთან ახლოს. თორემ ასე და ახლა ვიღაცა ჭაპუკაშვილი და ვიღაცა შაშიაშვილები რაღაცებს ყვებიან აქ ზღაპრებს და გადაგურა დავუბრუნდეთ 2025 წლის 5 სექტემბერს. დიახ. ერთხმად 32-ვე დეპუტატმა უზენაესი საბჭოს წევრმა მიიღო ხმა მისცა გარდამავალი პერიოდის კონსტიტუციას. ეს შევიდა ერთხმად, იმ წუთას ამოქმედდა და შემდეგ თქვენ დაგევალათ დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით აბსოლუტური პრემიერ-მინისტრის თანამდებობის შეთავსება.
დროებით. მოვალეობის შესრულება. მოვალეობის შესრულება, კი ბატონო. მაგრამ ამბობენ ისევ და ისევ გარკვეული ნაწილი, რომ გურამ აფსანძემ თავი დაინიშნა და მოადგილედ დანიშნა ბატონი მერაბ ჩუხუა. ამასაც რომ ფარ დავხადოთ და კიდევ ერთხელ გავაგებინოთ საზოგადოებას, რა მოხდა, როგორ აგირჩიეს და რამდენი რა დროით. მეგობრებო, ესე საერთოდ ჩუხუა რაშუაში აქ ყველა იქ ესწრებოდა უზენაეს საბჭოს წევრები და ეს ტელევიზიით გადაიცა და ყველაფერი და ჩუხუას არავითარი თანამდებობა არ დაუკავებია აი ამ სესიასთან დაკავშირებით არც უზენაეს საბჭოს დეპუტატებს დაუვალებიათ მთავრობის მოადგილის თანამდებობის შესრულება და არც არაფერი. მერაბ ჩუხუა დანიშნა ზვიად გამსახურდიამ 1992 წელს ზვიად გამსახურდია რომ დევნილობაში იყო 1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის თელ ტერიტორიაზე პოლიტიკურ წარმომადგენლად წმუნებულად ზვიად გამსახურდია. ეს არის ზვიადის მანდატი, რომელიც გააჩნია მერაბ ჩუხუას და ამ მანდატით მოქმედებს ჯერჯერობით მერაბ ჩუხუა. ეს მანდატი მაგას ექნება სანამ 100 წელი იცხოვროს და სანამ ცოცხალია და ზვიად გამსახურდიაზე ვერ შეცვლის მაგას. ეს ერთი საკითხი რომ ესეც კიდევ მე ესე იგი გაბითურებად უნდა და ამ სესიის რაღაც დაინიშნა ჯერერთი გურამ აფსანძე ვის ნიშნავს და როგორ გურამ აფსანძე ვიმეორებ. ახლა გურამ აფსანძეს რაც შეეხება. გურამ აფსანძე არავის არ დაუნიშნია. გურამ აფსანძე დანიშნა 34 წლის უკან ზვიად გამსახურდია. და პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი და ვერავინ ვერ მომხსნის სანამ ზვიადი არ გაცოცხლდება, ხო? ანდა მივალ იქ მეც ერთ დროს და იქ დავილაპარაკებთ მე თუ როგორ ვასრულებდი ამ მოვალეობას. ხო და არც შეუძლია არავის პრემიერ-მინისტრის დანიშვნა. ჩვენი კანონმდებლობით, ჩვენი კონსტიტუციით, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით პრემიერ-მინისტრს ნიშნავს პრეზიდენტი. პრეზიდენტი თუ ცოცხალი არ არის, მაშინ მის მოვალეობას ასრულებს უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე. უზენაეს საბჭოს თავმჯდომარეც არ ყავს ჩვენ და არ ყავდა. გასმით? მოადგილე იყო ნემო ბურჭულაძე. ახლა ისიც არ არის უცხოეთშია, ხო, წასული. არავის არ შეუძლია მანამდე პრემიერის დანიშვნა ვიდრე პრეზიდენტის ინსტიტუტი არ აღზრდება საქართველოში კანონიერ ხელისუფლების მიერ. და ახლა ვის უნდა დავენიშნე მე? კი არ დამნიშნეს არამედ მე ვასრულებდი ამ მოვალეობას და მოვალეობის შემსრულებელი მაინც ვიყავი პრემიერი. დამევალა ეს ხო? პრემიერი არ იყო, არ არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც თვითონ გადადგა იმ პერიოდში 94 წელს ზვიადის დაღუპვის შემდეგ და ეს გადადგომა უზენაესმა საბჭომ სესიაზეც დაამტკიცა, ვინაიდან ის გადადგა იმიტომ რომ სხვა ქვეყნის მთავრობაში იყო უკვე მონაწილეობდა ბატონი ბესარიონი და თვითონ დაწერა განცხადება და მე უზენაესმა საბჭომ რა ქვია მიიღო ეს გადაწყვეტილება და იმის შემდეგ დავრჩი მე მისი პირველი მოადგილე და ახლა 34 წელიწადია დევნილობაში, ციხეში, ტანჯვა, წამებაში გამოვიარეთ ეს ყველაფერი. ხო და ახლა მოხდა სესია, სერიოზული სესია ჩატარდა და ამ სესიაზე მე დამევალა მოვალეობის შესრულება და მთავრობის წევრების ფორმირება. აი ეს არის რაც არავინ არ დანიშნულა და ეს მე ამ ფუნქციას ვასრულებდი და ახლაც ვასრულებ და იმ დავალებასაც შევასრულებ წინვალედ ჩვენი მტრების ჯინაზე და მოყარეს რო გაუხარდება ის. ბატონო გურამ, რა მაინტერესებს ეს გადაწყვეტილება, რომელიც 5 სექტემბერს შედგა. სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით აღდგა გარდამავალი პერიოდის კონსტიტუცია და ხელისუფლება, რომელიც იყო კანონიერი. ამ ხელისუფლებას და თქვენ დაგევალათ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, თქვენ თუ შეგიძლიათ ამ ხელისუფლებას შეუძლიათ თუ არა მომავალში არჩევნების, ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა? დიახ, ეს სერიოზული საკითხია, დიახ შეუძლია. მაგრამ ახლა საქმე იმაშია რომ ჩვენ მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ. კანონიერი ხელისუფლება, უზენაესი საბჭო, კანონიერი ხელისუფლება მთლიანად იმ შემთხვევაში დანიშნავს არჩევნებს, თუ ის გარანტირებული იქნება, რომ ხელისუფლებაში მოვა ეროვნული ძალები. თუ მოვა ხელისუფლებაში ეროვნული ძალები, მაშინ დანიშნავს კანონიერი ხელისუფლება არჩევნებს
და ლეგიტიმაციას გადასცემს ამ ეროვნულ ხელისუფლებას. თუ ეროვნული ხელისუფლება არ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ ხელისუფლებაში მოვა ეროვნული ძალები, მაშინ კანონიერი ხელისუფლება არ დანიშნავს არჩევნებს, ვინაიდან ეს არის ის განძი, ჩვენ რაც გვაქვს ლეგიტიმაცია, ეს უნდა გადაეცეს ჩვენს მომავალ თაობას და იმ შემთხვევაში, სანამ საქართველო იარსებებს და მოვა დრო, რომ ეროვნული ძალები მოვლენ ხელისუფლებაში და იმათ უნდა გადაეცეს ეს ლეგიტიმაცია. სხვა შემთხვევაში მე კატეგორიული წინამძღოლი ვარ, ეს საუბარი მქონდა დეპუტატებთან, ისინი ყველა თანახმარიან ამაზე, არავის არ გადაეცემა ლეგიტიმაცია, ვინაიდან ბატონო გურამ, როგორ ფიქრობ, დღეს არსებული ოპოზიციის შემხედვარე, ქართულ ოცნებაზე საუბარი ზედმეტია, გასულია ყველანაირი კონსტიტუციური ჩარჩო და 78 მუხლი ავიღოთ, ეს რომელიც შევარდნაძის მიერ მიღებული კონსტიტუცია და გადაკეთებული მათ მიერ კობახიძის მიერ, ამასო თავი დავანებოთ, ამ კონსტიტუციიდანაც კი გასულია ყველანაირი ჩარჩო და შესაბამისად, დღეს ხედავთ თუ არა რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, არსებულ ოპოზიციურ პარტიებზე მაქვს საუბარი, რომ მათ აინტერესებთ ეროვნული იდეოლოგია. ან თქვენ ვის ხედავთ ეროვნულებად, წეგან რო ახსენეთ თუ ეროვნულები დღეს არსებულ პარტიებზე მაქვს საუბარი. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ ფიქრობთ და მუშაობთ ამაზე, რომ ჩვენ შევქმნათ ეროვნული თანხმობის მთავრობა. მაგრამ ეროვნული თანხმობის მთავრობა რო შექმნა, ამისთვის საჭირო არის მარტო ზვიადისტური მოძრაობა კი არა, სხვა მოძრაობები კიდევ, სხვა ადამიანები, რომ მოიწვიოს შესთავაზო წინადადებები. ჩვენ ფიქრობთ, რომ თანამედროვე პოლიტიკაში, საქართველოს პოლიტიკაში ასეთი არის, ბევრი ახალგაზრდა არის, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ. პირდაპირ მე არ ვიცოდი, მე პირდაპირ გეტყვით, თქვენი გაცნობის შემდეგ გავიგე თუ ახალგაზრდებს რა ძალა აქვს და თუ ახალგაზრდები თუ ასე ეროვნულად მსჯელობდნენ იმ იდეოლოგიას მიყვებოდნენ, რაც არის ეროვნული ქრისტიანულ მოძღვრებაზე დამყარებული იდეოლოგია, ზვიადის გზა და ასეთი ახალგაზრდები არიან, ბევრი არის ასეთი ახალგაზრდები და თქვენი იმედი გვაქვს. მაგრამ პოლიტიკური პარტიები არ ვიცი, ჩვენ როდესაც წარვადგენთ მთავრობის შემადგენლობას და როდესაც ნახავენ ვინ არის ეს ჩვენი ახალი მთავრობა, ნახავენ რომ ეს ეროვნული ხსნის მთავრობა, ეროვნული თანხმობის მთავრობა, ამის შემდეგ ალბათ ჩვენს გვიკავშირდებიან ახლა სხვადასხვა არ დაუმალავ და სხვადასხვა პარტიისა და სხვადასხვა მოძრაობის წარმომადგენლები და ჩვენ თვითონ თქვენთან ერთად ავარჩევთ იმ ხალხს, ვინც გაუძღვება აი ამ სერიოზულ საქმეს, თორემ ჩვენ არც ერთ დეპუტატი ვინც იქ არის და ჩვენ რა გვინდა ჩვენ გვინდა რომ საქართველო გადავარჩინოთ და ახალგაზრდები მოვიყვანოთ, თორემ მე 73 წლის კაცი ვარ, ახლა მე შეიძლება 5-6 წელიწადში ფეხები გავშვიდა და მე მინდა 2-1-ზე მიწა, მაგრამ მე არ მინდა ის დავტოვო, რაც ვერ შეძლო ცხონებულმა ზიადგამსახურდიან, ის უნდა შევძლო ჩვენ მივიყვანოთ ბოლომდე, მაგრამ ეს ახალგაზრდებისა და იმ ეროვნული ძალების და არა ფსევდო ძალების დახმარებით, რომლებიც მომრავლდნენ დღეს და რაღაც კეთილ დიდ საქმეს გვითვლიან იმაში ღალატში. ეს მოღალატები არიან, ეს სასაუბრ რაღაცას ლაპარაკობენ და ახალგაზრდობის იმედი გვაქვს და იმედი გვაქვს საზოგადოების იმედი გვაქვს იმ ხალხის, ვინც პროტესტებს აცხადებს და ვისაც სურს მართლა საქართველოს დადგეს ერთდასამოდაოდ იმ გზაზე, ქრისტეს გზაზე. ზვიადიმ დააყენა საქართველოს ქრისტეს გზაზე, მაგრამ შევარდნაძემ ბარაბას გზით წაიყვანა და ესენი აგზევენ სამი ხელისუფლება ბარაბის გზით აგზელებენ სვლას და ძარცვავენ. როგორც შევარდნაძე, ისე სააგაშვილი, ისე ესენიც ძარცვავენ საქართველოს მოსახლეობას, გაძარცვეს და ახლა საძარცვავი რო არაფერი არ აქვს, ერთმანეთს დაუწყეს ისა ჭამა და ერთმანეთს ძარცვავენ ფულს და ასეთი რაღაცა არის მოლაპარაკებები, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ის ხალხი, ვინც პუტჩში ღებულობდა მონაწილეობას, ის ხალხი, ვინც პუტჩის ის არის შთამომავლობა, ჩვენ იმასთან ვერ მივუშავებთ, მაგრამ არის ეროვნულები, არის ახალგაზრდები, არის ძველგაზრდებიც, რომლებიც ეროვნული იდეოლოგიით არიან გამჭვალებლები, ჩვენ სიამოვნებით ვიმუშავებთ ამათთან და ჩვენ ვჯერა, რომ ეროვნული თანხმობის მთავრობას შევქმნით და ისიც ვჯერა, რომ ჩვენ დავნიშნავთ არჩევნებს და იქ ეროვნული მოძრაობა გაიმარჯვოს. ამის ვჯერა მე ჯერა და ნახო, ვისაც ჯერა ის გაუშვან ჯერ, ვისაც არ ჯერა
რა ვიცი. დაგველოდან. დაგველოდან. ნუ დიად საქმეს არ უხდება ბოროტება, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვგჯერა რომ სიკეთე გაიმარჯვოს, სიკეთე გადამდები არის და ნამდვილად ჯერა და მწამს რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში აღარ იქნება სახელი განვითარებადი ქვეყანა და იქნება განვითარებული. ამის დრო დადგა და ვფიქრობ იბერია უნდა